ამ ვიდეოში გაიგებთ რა არის სეფსისი, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის სისხლის ინფექციით ან სისხლის მოწამვლით არის ხოლმე ცნობილი. სინამდვილეში სეფსისი არ არის დაავადება, არამედ ის არის ორგანიზმის მიერ არარეგულირებული იმუნური პასუხი ინფექციაზე. ამას კი მარტივად აგიხსნით რას ნიშნავს. სეფსისი როგორც წესი ვითარდება ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის ფონზე, მაგრამ დასაწყისში ეს ყველაფერი ისეთი მარტივი რამ შეიძლება იყოს, როგორიც არის მაგალითად საშარდე გზების ინფექცია, ფილტვების ანთება, პნევმონია, ან მაგალითად ლოკალური რბილი ქსოვილების ინფექციაც კი. მაგრამ როგორ ხდება ესეთი ლოკალური რამ სიცოცხლისთვის საშიში? ყველაზე საინტერესო ის არის, რომ უცხო სხეულებს და მიკრობებს ჩვენი ორგანიზმი ამოიცნობს სპეციალური მოლეკულური ნაწილაკებით, როგორებიც არის მაგალითად ბაქტერიების უჯრედის გარსის შემადგენელი ნაწილები ან ტოქსინები. ეს მოლეკულები სპეციალურ რეცეპტორს უკავშირდებიან, რომელიც ჩვენს იმუნურ უჯრედებზეა განთავსებული. სეფსისის დროს კი ეს სიგნალური გზა მასიურად აქტიურდება, რადგან პათოგენები ხვდებიან სისხლის მიმოქცევაში. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ვერ ახსნის ბოლომდე სეფსისს, რადგან გადამწყვეტ როლს სეფსისის დროს თამაშობს არარეგულირებული და ასე ვთქვათ უკონტროლო იმუნური პასუხი ამ გენერალიზებულ ინფექციაზე. ამას მეორენაირად ციტოკინების შტორმსაც კი ეძახიან. ციტოკინები ის მოლეკულებია, რომლებიც გამოიყენება ჩვენი იმუნური უჯრედებისთვის ერთმანეთთან ასე ვთქვათ საკომუნიკაციოდ. შედეგად აქტიურდება შედედებითი პროცესები, ზიანდება ჩვენი სისხლძარღვების შიგნითა ამონფენი შრე, რომელსაც ენდოთელი ჰქვია. შედეგად სისხლძარღვები ხდებიან სისხლის პლაზმისთვის მარტივად გამავალი. ამ პროცესების კომბინაცია კი გვაძლევს მიკროთრომბებს, რომლებიც ახშობენ სისხლძარღვებს, სისხლის არტერიული წნევის კრიტიკულად დავარდნას. საბოლოოდ კი ამის შედეგად მცირდება ჟანგბადის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების მიმართულებით. შესაბამისად, სეფსისი სისხლის მოწამვლა კი არა, უფრო მეტად არის სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადება, რომელიც გამოწვეულია არაკონტროლირებული იმუნური პასუხით, რაც შედეგად ბოლოს იწვევს სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი ორგანოების ერთმანეთის მიყოლებით უკმარისობას.